რთული წარმოსადგენიც კი იყო, ხა 17 წელი ცოტა დრო არ არის, მაგრამ ასეთ დრამატულად შეცვლილი პოლიტიკური გარემო იმასთან შედარებით რაც 2008 წელს იყო, რთული წარმოსადგენია. ერთი რაც ხდება გეოპოლიტიკურად და მეორე რაც ხდება ქვეყნის შიგნით. მოდი დავიწყოთ აი ქვეყნის შიდა რეალობით. რამდენად ეთანხმებით თქვენი მოსაზრებას, რომ რეალურად ომის ამოცანები რაც რუსეთს ჰქონდა 2008 წელს, აი სწორედ რუსეთმა მიაღწია აი ამ სხვა ჰიბრიდული საშუალებების და ჰიბრიდული მოქმედებების გზით. ხო, იმ პერიოდში ნამდვილად ჰქონდა მას მთავარი მიზანი იყო საქართველოს მთლიანად ოკუპაცია ამ შემთხვევაში და აქ მისთვის სასურველი ხელისუფლების დასმა. 2008-ში ეს მან ვერ მოახერხა სამხედრო თვალსაზრისით, რადგანაც მხარში დაგვიდგნენ დასავლელი მოკავშირეები, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ რაც შეეხება 2012 წელს, ჩვენ ხედავთ, რომ ახლა იმ დროს თქვა მართლა ძნელი იყო ქართული ოცნების იმ შემადგენლობისთვის გეწოდებინა პრორუსული იმ თვალსაზრისით, რომ დღეს ოპოზიციაშია ძალიან ბევრი მათგანი, მაგრამ თავარი მამოძრავებელი ძალა და თავარი მამოძრავებელი პერსონა ვინც იყო, ის გამოდგა ნამდვილად რუსეთის ადამიანი და რუსეთის კადრი და შესაბამისად ჩვენ ხედავთ, რომ დღეისათვის ჩვენ პრაქტიკულად პრორუსული მთავრობა გვმართავს. ეს არის ძალიან მძიმე შედეგი, მაგრამ ერთი არის, რომ საზოგადოება ამას არ ეგუება და ჩვენ ხედავთ, რომ ბრძოლა მიმართულებით გრძელდება შესაბამისად. რაც მთავარია ღიად მოუწია მას ნიღბის ჩამოხსნა, მას ძალიან დიდხანს არ სურდა ეს, მაგრამ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, როდესაც უკრაინას დაესხა თავს რუსეთი, თანდათანობით ჩვენ ხედავდით უკვე ამ ნიღბის ჩამოხსნის პროცესს და ეს ნიღაბი დღეს უკვე ჩამოხსნილია სრულად. გეოპოლიტიკური ვითარებასთან ახლა მართლა რომ გავიხსენოთ 2008 წლის რიტორიკა, თუნდაც ომის შემდგომ, თითქოს ყველას უნდა სწრაფად დაევიწყებინა მომხდარი, ხო? და ამისკენ იყო მისწრაფული ეს გადატვირთვის პოლიტიკა, რეალურად მთელი პოლიტიკური დასავლური პოლიტიკური კლასის დაკვეთაც კი იყო. სამწუხაროდ ამის შედეგები ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ვინმე მაშინ გათვლიდა და უკრაინის ეს მთელი ოპერაციები სწორედ ამის გაგრძელება ალბათ, ხო? შეიძლება ვთქვათ, რომ ეს გაკვეთილი აი პუტინიზმის აღქმა გასწორდა დასავლეთში, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ამას სულის. აი ენ აპელბაუმის ინტერვიუ იყო ამასთანაც, სადაც ის ამბობს, რომ ჯერ კიდევ რთულად აღიქვამენო მთელი სიმძიმეს, ამბიციის მასშტაბს, რაც პუტინიზმს აქვს. ხო, ჩვენ ყოველთვის ჰქონდა ეს პრობლემა, პირდაპირ ვიტყვი, როდესაც ჩემს კოლეგებთან ჰქონდა, თქვათ, ისტორიკოსებთან თუ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებთან კონტაქტები იმ პერიოდში, ყოველთვის ჰქონდა ეს პრობლემა, რომ თქვენ უყურებთ ყველაფერს აი რუსეთთან მიმართებაში, როგორც ყოფილი კოლონია, როგორც ახალი დამოუკიდებლობა მოპოვებული სახელმწიფო და ყველაფერში რუსეთს ხედავთ როგორც აგრესორს, როგორც დამპყრობელს და ეს ასე არ არისო. დრო გამოხდა და ყველამ ნახა რომ ეს ასე იყო. იგივე რომ გავიხსენოთ მიხეილ სააკაშვილი 2008 წელს ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე ამბობდა პირდაპირ რომ დღეს საქართველო იქნება ხვალ უკრაინა, ზეგ პოლონეთი და დასავლეთ ევროპა და ნამდვილად ხო ასე მოხდა. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ უკეთ გვესმის როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყანას რას წარმოადგენს რუსეთი ამ შემთხვევაში და რასთან გვაქვს საქმე. ეს არის მართლაც მხოლოდ და მხოლოდ იმპერიული ზრახვებით შეპყრობილი სახელმწიფო. მას რუსები არც მალავენ ისე ამბობენ რომ თუ რუსეთი არ გაფართოვდება, რუსეთი დაიშლება. სამშობლოს გაფართოება ესეთი ყველაზე რუსეთს საზღვრები არ აქვს, ეს არის პუტინის ფრაზა. რუსეთი თუ აღარ იქნება საერთოდ რა აზრი აქვს სოფლიოს არსებობას. წარმოიდგინეთ, პრობლემა რუს ერშიცაა თვითონ, რადგანაც ის ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც იმპერიად შეიქმნა ქვეყანა, ანუ ქვეყანა უკვე იმპერიად იყო ჩამოყალიბებული და თავიდანვე იმპერიული ზრახვებით აღმოჩნდა შეპყრობილი. უმრავლესობას პუტინის ასეთი საქციელები მოსწონს. რატომ? იმიტომ რომ დიდ სახელმწიფოს აკეთებს, ანუ ზესახელმწიფოს აკეთებს, მაგრამ სიამბლეში პუტინმა რუსეთი საშინელ დღეში ჩააგდო თავისი არასწორი პოლიტიკით. მას შერჩა საქართველოში აგრესია.
მას პრაქტიკულად შერჩაყირიმიც, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ საქართველოსში შემოჭრებდნენ ძალიან მცირე ხანს იყო პატარა სანქციებსაც ვერ დაარქმევდი ამას ნორმალურად. ყირიმის შემდგომ სანქციები რომ ამოქმედა, ის რუსეთისთვის სერიოზულად დამაზიანებელი არ იყო. მას ყავდა მომხრეები ევროპაში, განსაკუთრებით ანგელა მერკელის სახით. და შესაბამისად არაფერი ასე ვთქვათ, სანამ უკრაინაში არ შეიჭრა 2022 წელს, ფაქტობრივად რუსეთს რეალურად არ უგრძნია შედეგები თავისი აგრესიის. აი ამ შედეგების შეგრძნება მხოლოდ ამის შემდეგ იწყება და მხოლოდ დღეისათვის შედის უკვე ისეთ ფაზაში, როდესაც რუსეთის ეკონომიკას გარდაუვალი რეცესია ეწყება, რომელიც ეკონომიკის ჩამოშლით უნდა დასრულდეს. ძალიან სევდიანი დასაკვირვებელი არის მათ შორის ის, რომ აი ეს მექანიზმები, რომელიც ძალიან ეფექტური იყო 2008 წელს რუსეთის წინააღმდეგ, ძალიან მსუბუქი მექანიზმები თან, ხო, უბრალოდ ვთქვათ, ამერიკული სამხედრო გემების გამოჩენა რეგიონში. ხო, დღევანდელი გადმოსახედიდან ეს საერთოდ არაფერს არ ნიშნავს, ხო? დღეს სხვა მოქმედებებია საჭირო რუსეთის შესაკავად. მოდი ამ კონტექსტს გადავიდეთ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება ჩვენს რეგიონში და ორ ნაწილზე მინდა რომ მოვასწროთ აუცილებლად საუბარი. პირველი და მნიშვნელოვანი ეს არის ტრამპის მიერ დაწესებული ვადა პუტინისათვის, მათი სატელეფონო საუბარი, შესაძლო შეხვედრის გარემოებები. ეს საუბრით ტრამპი კმაყოფილია, პუტინიც ამბობს რომ არც ის არ არის უკმაყოფილო, შეხვედრას ორივე მხარე ელოდება, ასევე არ მოგვისმენენ რაღაცა ხმამაღალი განცხადებები ან უკრაინისგან ან ევროპელებისგან, ხო, აშკარად ისინი პროცესში ჩართულები არიან. რა ვიცით, აი ეს დაწურულად რომ გადმოცეთ, მაინც რეალურად, აი ფაქტების დონეზე. ფაქტების დონეზე ვიცით, რომ ვიტკოფი ჩავიდა რუსეთში, რის შემდეგაც დაიწყო საუბრები შეხვედრაზე, რომელზეც თვითონ ტრამპმაც და რუბიომაც თქვეს, რომ ეს გადაწყვეტილი არ არის. შესაბამისად, გარკვეულწილად ახლა ცოტა ბუნდოვანება არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთდროულად ტრამპი საუბრობს იმაზე, რომ შეხვედრა კარგი, ასე ვთქვათ, ეს შეხვედრა იყო და კარგი შედეგები მოიტანა, თუმცა იქვე ამბობს, რომ შეიძლება ამას არც არაფერი მოუყვეს და ამავდროულად ის აწესებს ამ სანქციებს, მეორად სანქციებს მათ შორის რუსულ ნავთობზე და ჩვენ ამ სანქციების შეჩერების შესახებ არაფერი არ გვსმენია, ხო? ეს პროცესი თავის პირიქით გრძელდება და ახალ-ახალი სანქციები ცხადდება. ანუ არაფერი ამ კუთხით არ შეცვლილა, არ უთქვამს, რომ არაფერს ასე ვთქვათ რამეს ცვლია მიმართულებით. შესაბამისად ძალიან ისეთ უცნაურ ვითარებაში ჩვენ უკვე რამდენიმეჯერ გქონდა ასეთი სიტუაცია, როდესაც ვითომ თითქოს რაღაცა სიახლეს მზადდება და შემდეგ აღმოჩნდებოდა, რომ ფუჭი იყო, რადგანაც რუსეთი ყოველთვის არასდროს არ იხევდა უკან. მაქსიმუმი, რაზეც ახლა საუბარი მიდის შედარებით, რაც არის ცნობილი ამის შესახებ, არის ის, რომ შეიძლება საჰაერო ზავი დაწესდეს ოღონდ ეს საჰაერო ზავით ცოტა გაურკვეველია, იქნება მხოლოდ ერთმანეთის ტერიტორიის არ დაბომბვა, ну ამ შემთხვევაში უკრაინა მოგებულია, იმიტომ რომ თუ სახმელეთო ოპერაციები გაგრძელდა, უკრაინას შეუძლია თავის საჰაერო იარაღის გამოყენება საკუთარ ტერიტორიაზე, იმიტომ რომ ოკუპირებულია მის ტერიტორიის ნაწილი და რუსეთი შესაბამისად ვერ დაბომბავს მის ტერიტორიას. ანუ ცოტა უცნაურია ეს ყველაფერი, მოდით პირდაპირ ვთქვათ და დაველოდოთ მოვლენებს, იმიტომ რომ ძნელი სათქმელია ხოლმე ტრამპთან მიმართებაში პროგნოზების კეთება არის ძალიან ცუდი პროგნოზის გამკეთებელისთვის ძალიან რთული საქმეა. თუმცა თავისთავად აი ეს ტრამპის რიტორიკის გამკაცრებამ აი რიტორიკულ დონეზე მაინც თითქოს პუტინის მხარეს აი შეიმჩნევა რაღაცნაირი მისი დაშოშმინების ცდელობა ტრამპის. ხო, ფაქტია რომ პუტინი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ახლა აი ძალიან გაჯიუწდეს. აი თითქოს ეს გამოჩნდა. რეალურია ეს? ეკონომიკა არ არის რუსეთის მდგომარეობაში. სერიოზული პრობლემები ეწყება, რომელიც კიდევ უფრო გამძაფრდება ზამთრისთვის და მომავალი წლიდან უკვე აბსოლუტურად შეუქცევად ხასიათს მიიღებს. ომის გაგრძელება რეალურად რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლას ნიშნავს ამ სიტუაციაში, რადგან თლიანად სამხედრო რელსებზე არის გადაყვანილი პრაქტიკულად ძირითადი ნაწილი და ამ სამხედრო რელსებზე გადაყვანას ჩვეულებრივ რაც მოყვება ხოლმე, ვიცით, რომ სხვა კუთხით ვითარება
ვითარება იცვლება ქვეყანაში. შესაბამისად, აქედან გამომდინარე პუტინისთვის რასაკვირველია ყველაზე უპრიანია ომიდან გამოსვლა, მაგრამ ამ ომიდან გამოსვლასაც აქვს თავისი ნიუანსები. თუ გამოვიდა ისე, რომ გამარჯვებად ვერ ჩაითვალა ეს მაშინ მას პრობლემები ექნება. პირველ რიგში დემობილიზებული ჯარისკაცების კუთხით ექნება პრობლემები, ესაც უნდა აღინიშნოს, იმიტომ რომ ამხელა არმიის მობილიზება მოახდინა, ამ ჯარს ის მერე ვერ შეინახავს, იმიტომ რომ საკმაოდ ძვირი უჯდება რუსეთს დღეს ამ ჯარის შენახვა. შესაბამისად ამ ხალხს დააბრუნებს სახლში, იმ სახლში კიდე სამუშაო როგორ ექნება და ხო ეს 1917 წლის გაკვეთილებია ხო მათ შორის. ნუ 1917 წელს არმია უბრალოდ დაიშალა რუსეთის. დღეს ამას ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ, მაგრამ როგორც კი გადახდა ვერ იქნება, არმიის დაშლა პრაქტიკულად გარდაუვალი იქნება. გამონ ერთ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ხდება კიდე ვაშინგტონში, აი ალიევი ჩავიდა უკვე ამერიკის დედაქალაქშია და ეს ძალიან დიდი ცვლილება არის სამხრეთ კავკასიის რეგიონისათვის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობს ამ პროცესს, მოლაპარაკებებს ამერიკის შეერთებული შტატები და არსებობს ძალიან ბევრი იდეა, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ეს მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ამერიკის ამგვარი დაინტერესება სამხრეთ კავკასიის საკითხით, გასაგებია რომ მათ აინტერესებთ ირანის საზღვარია ხო ეს ყველაფერი, მაგრამ ამავდროულად რუსეთის საზღვარიც არის. შესაბამისად ეს ძალიან საკვანძო რჩება საკვანძო ტერიტორიად ამერიკისათვის. რას ნიშნავს ეს თავისთავად ამგვარი ჩართვა ამერიკის აი ამ კონფლიქტში და მეორე მხრივ რას გვაძლევს ჩვენ საქართველოს. ხო, ეგ ძალზე მნიშვნელოვანია პირდაპირ ვიტყვი, ალბათ 5 წლის წინ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, მაშინ ჯერ მეორე ომიც არ ყოფილა, არ იყო ყარაბაღის მომხდარი, ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ მივიდოდით იმ სიტუაციამდე, როდესაც აზერბაიჯანი და სომხეთი რეალურ სამშვიდობო ხელშეკრულებას გააფორმებდნენ. აქ უკვე დაზავებაზე არ არის საუბარი, აქ არის საუბარი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე. ზანგეზურის დერეფანი საქართველოსთვის ერთის მხრივ თითქოს პრობლემას შეადგენს იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო კარგავს თავის ტრანზიტული ფუნქციის რაღაც ნაწილს მაინც, მაგრამ მეორე მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების ჩადგომა რეგიონში და ეს აუცილებლად მოხდება იმის გამო, რომ თუნდაც იმ დერეფნის დაცვა ამერიკელების ხელში თუ გადავიდა და ამერიკელები აღმოჩნდნენ მისი დამცველები, ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონში მეორე ძალას უკვე არ დაედგომება. ანუ რუსეთს ამ შემთხვევაში რუსეთი ისედაც აზერბაიჯანზე ისედაც რუსეთის გავლენა ნომინალური იყო ამ შემთხვევაში მთელი ამ წლების განმავლობაში. სომხეთში გიუმრის ბაზა არსებობს, მაგრამ სხვა კუთხით სრულად დაიკარგა დღეისათვის პოლიტიკურად დაიკარგა თან ეს არის მნიშვნელოვანი. რუსეთის გავლენა პრაქტიკულად დღეს დაკარგულია. სომხეთი ევროკავშირთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ვიზა ლიბერალიზაციას მიიღებს და შესაბამისად ევროკავშირში გაწევრიანების სურვილსაც გამოთქვამს. ანუ ამ სიტუაციაში ჩვენ ვართ აი პირდაპირ ვიტყვი იმდენად შეგვაფერხავ ქართულმა ოცნებამ ამ ჩვენი ევროპული მიზნების მიღწევის გზაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ახლა რეალურად ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის რეალურია, ჯერ კიდევ რეალურია ქართული ოცნების მთელი ამ ქმედებების მიუხედავად. საკმარისია ქართული ოცნება არ იყოს ხელისუფლებაში და ეს პროცესი დაჩქარებული ტემპით წავა. თქვენ წარმოიდგინეთ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი გვეძლება ამ სიტუაციაში. არანაირი შანსი რუსეთთან მოლაპარაკებით ამის არასდროს არ იყო, ამაში ყოველთვის ვამბობდით და მე მგონი საქართველოს მოსახლეობა დღეისათვის საბოლოოდ დარწმუნდა იმაში, რომ ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ ამდენს აკეთებს აი ასე პრორუსული ხელისუფლება ყავს ქვეყანაში და რუსეთი არაფერს არ გვიკეთებს. პირიქით გვეუბნება, რომ ეს დაივიწყეთ, ეს დაკარგული გაქვთ. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, უბრალოდ დანაშაულია ეს რაც ხდება დღეს. ანუ უბრალოდ აი ამხელა მართლა ასე თავიანთი ხართამჭერი ხელისუფლება ყავთ და ასეთ ხელისუფლებასაც კი ვერ გადმოუგდეს რაღაცა მცირე. აი ჰაერი, რომ რაღაც პროექტი მშვიდობიანი კავკასია 2070, რა ვიცი. რამე, რასაც ჩაეჭიდებოდნენ ესენ და იტყოდნენ, რომ იცი რა, ჩვენ აი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ესეც კი არის. ხინვალის დამოუკიდებლობის აღიარებაც კი არ წაიღეს უკან. სხვაზე არაფერი არ ვთქვათ.
და ამ მიმართულებით აი თან დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით რამე ხელჩასაჭირი რეალური კი არა პროპაგანდისტული რომ მიეცათ აი რომ აი ჩვენი ხელისუფლება ყავს ხო ესეც კი ვერ გაიმეტეს ამათვის ეს ძალიან ნიშანდობლივი ამბავია რამთულად პირიქით როდესაც შარშანს ცადა ქართულმა ოცნებამ იმის თქმა რომ აი ჩვენ შეგვიძლია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით მივდივართ მოსკოვიდან უთხრეს დაივიწყეთ ეგ ამბავი ეგ ეშმაკისეულიაო ეგ არ იქნებაო შესაბამისად აქედან გამომდინარე ნათელია რომ არ გამოვა ეს ამ შემთხვევაში შესაბამისად ყველაზე რეალური არის ევროკავშირში გაწევრიანება და ასე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთის დასუსტების ფონზე ეს პრაქტიკულად გარდაუვალი იქნება ოღონდ ამისთვის საჭიროა ერთ რამ რომ საქართველოში იყოს ხელისუფლება რომელიც საქართველოს ინტერესებზე ზრუნავს და არა საკუთარ ინტერესებზე და მხოლოდ თავის კერძო მერკანტილურ მიზნებზე და ძალაუფლების შენარჩუნებას მადლობა დიდი